შიდა ქართლში არასტანდარტული ვაშლის სარეალიზაციო შტაბი ამოქმედდა და პარალელურად გლეხებს შესაძლებლობა მიეცათ ხილის გადამამუშავებელი ქარხნებში, სადაც სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს არასტანდარტული ვაშლი 27 თეთრად ჩააბარონ. სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ლომსაძე განმარტავს, რომ ქარხნების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. შესაბამისად, პროცესი ბარიერების გარეშე მარტივად მოხდება. ასევე მოლოდინი აქვს, რომ ქარხნების გაზრდისა და კონკურენციის მატების პარალელურად არასტანდარტული ვაშლის ღირებულებაც გაიზრდება. დაიწყო არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესი. ამ ეტაპზე ჩართულია 8 ქარხანა, რომელიც შეუფერხებლად იღებენ ფერმერებისგან არასტანდარტულ ვაშლს. შემდეგ კიდევ ჩაერთობა რამდენიმე ქარხანა და საბოლოო ჯამში ვაშლის მიღების პროცესი ჩაივლის ძალიან კარგად და ყაუფილები იქნებიან ფერმერები, რადგანაც ამ ეტაპზე უკვე ვაშლის მიღების ფასი არის 27 თეთრი 1 კილოგრამზე და შემდგომში შეიძლება კონკურენციის პირობების გამო შეიძლება უფრო მოიმატოს. საკმაოდ მნიშვნელოვანია შიდა ქართლის ფერმერებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვაშლის მიღება ფაქტიურად მოსავალის უდანაკარგავ აღება ხდება და ის ვაშლი, რომელიც არის განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ გადამუშავებისთვის, ესე იგი არასტანდარტულია, ხდება ამ ქარხნების მიერ ჩაბარება.